დროების ადამიანს წარმოგიდგენთ თეგეტა ჰოლდინგი. ადამიანი ცვლის. დროების ადამიანი. თავისუფლება ირაკლიმ იდიოში. თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს. მივხვდი, რომ საუკეთესო ხალხი არის, ვინც ჩემ გარშემო ტრიალებს. დედა მიყვარხარ, ლიზა მიყვარხარ და ნინი. ცოლად გამოყვერდი. ირაკლი არის დაკავებული 4 დეკემბერს და 4 დეკემბრის მერე ჩვენი ცხოვრება რაღაც გაიყო ორად, მანამდე და მის მერე. მე ვარ ირაკლი მიმინოშვილის დედა, ელენე ხუნდაძე. დავდივართ სასამართლოებზე, აქციებზე დავდივართ, ციხეში და ველოდებით ძალიან ცოტა აქვს დრო და სარეკად, სალაპარაკოთ. მაინც ხმას რო ვიგებ, უკვე ბევრი ნიშნავს ჩემთვის. თვეების რო იყო, სულ იღიმოდა და სულ ძალიან ხიარული გახსნილი და მეგობრული და ძალიან თბილი და სულ იყო და ეხლაც მოსმენარი ძალიან ცოცხალი და ენერგიული და ეხლა წარმომიდგენია როგორ უჭირს ეხლა ერთ პატარა სივრცეში თანამდენი ადამიანი უღაეროთ ამ 4 კედელში უტელეფონეთ ამ ტელეფონზე რამდენ სულ ვეჩხუბებოდი რომ ამდენი ტელეფონი ხელში არ გინდა მაგრამ სულ სახლში მოძრაობდა ან პატარაობიდან ძლივს სიარული ძლივს დადიოდა მაინც სულ დარბოდა მირბოდა და აქციებზე დადიოდა ამ ხანაგებთან მარტო თავის დასთან ყველა ერთად აპროტესტობდა რაც მოხდა ჯერ ზაფხულში რუსული კანონის მიღების დროს არჩევნების მერე რომ ყოველდღე რაღაც ახალი გვემატებოდა და აპროტესტებდნენ იმიტომ რომ დაიბადა თავისუფალ საქართველოში და რა თქმა უნდა ეხლა არც რუსეთი უნდათ ვერ იქნებოდა თანახმა აი ამ ყველაფერს და დადიოდნენ როგორც ყველა მაგისი დანატოლი და კურსელი თუ მეზობელი თუ რა ბევრი გაიცნო იქ აქციებზე მე მეჩხუბებოდნენ ორივენი რომ სულ აი სახში რო ხარ მე ხა ჯანმრთელობის გამო და სამსახურის სულ საქმეები და ჩემი ახალგაზრდობა იმდენი ვიდექი იმ რუსთაველზე რომ აქეთ სულ მეუბნებოდნენ რომ აიყო ჩვენაირად ყველა სახში რო ზის მაგიტომ სხვა თაობა და იბძვიან იმითი თავისი იდეისთვის და თავისუფლებისთვის და თავის საქართველოსთვის რომ სხვანაირად უნდა ცხოვრება და იბძვიან ამისთვის ეხლა მოვედით ფოსტაში და გავგზავნე ირაკლის კროსვორდები, წერილი ვერ მოვასწარი, იმიტომ რომ ხანსად დავდივარ ეს დღეები და ფიზიკურად რო არ მქონდა რომ წერილი არ აუშავს, დავწერ და კიდევ დავამატებ. ეხლა სურათები, პატარა კოტები ყავს და ძალიან უყვარს კატები და ამასაც ვგზავნი რამდენიმე ფოტოს. მე როგორც დედა რა თქმა უნდა ნერვიულობდი, არც მეძინაც ვუყურებდი, ვთხოვდი რომ მე მაწყნარებდა, მეუბნებოდა რომ უკან დგევარ, შორს დგევარ და არ ინერვიულო, მაწყნარებდა, მაგრამ ხა ეგეთი ტიპია რომ ვიცი ხა ვიღაცა ვინც იყო ის რობოკოპები და აი ამ უსამართლობას და რაც ხდებოდა ის გოგოს დასჭირდებოდა დახმარება, ისეთი სიტუაცია ხდებოდა რომ იყვნენ ყველა ერთად. ეგნერა და იმედი მალე თქვენთან იქნება ირაკლი. დღესასამართლოა და მადლობა. შეიცირდნენ ისევ ჩვენი შვილები, მაგრამ ვიცი რომ გავიმარჯვებთ და ის ამდენი ბრძოლა, იქ ჯდომა ჩვენი ბიჭების და ჩვენი წემლები და არ ვიცი ყველაფერი სასამართლო ეხლა მეზოში ვზივართ, არ ვიცი რაც გველოდება გუშინდელის დღის მერე ან რომელი დღე არ უნდა აიღოს, სულ რაღაცა ხდება უკანონობა, უსამართლობა და და სასამართლო დარბაზში რო ზიან იქიდან დასინიან ამ რეჟიმს, ამ უსამართლობას, აქედანაც იბძვიან. მე სამსახურში ვიყავი, ისე წინა დღის რომ მოვდიოდი სამსახურიდან საღამოს შკოდა იდგა სავსე
იჯდნენ შიგნით, ნუ არავინ რო შევედი, მეორე გოგო ჩემს სახლში იყო და ვკითხე ირაკლის სახლშია, მეთქი რაღაც უცხო მანქანა დგას, მეთქი რომ ვიცი რომ ქუჩაა და თვალში რომ მოხდა კარებთან იდგა და ჭიშკართან და ნუ ლიზა ირაკლი არ იყო სახლში, საღამოს ისევ გავიდა აქციაზე და ანუ არ შემოვიდნენ არც კითხენ და მანამდე კიდე სხვადასხვა მითხრა რომ ორი დღე რაღაც უცხო ნომრებიდან იყო ზარები და ნუ დაიწყეს ის დაკავები რაღაცა, ანუ მაგრამ ნუ არც დამალვა ცეცა და არც აზრათ არ ქონდა და ანუ სახში რომ მოვიდნენ მეორე დღეს აი საღამოს რო ვნახე, მეორე დღეს ვიყავი სამსახურში, ეძინა რომ წავედი მე 4 საათზე მომწერა ლიზას ჩემი გოგოს ახლობელი მეგობარი რომ ვერ უკავშირდები ლიზას, მომწერა რომ მოვიდა პოლიცია თქვენთან, ნუ დავიწყე რეკვა WhatsApp-ით, Messenger-ით ისე ასე აერთს მეორეს, არავინ არ პასუხობდა, გამოვარდე, ეხლა მე სამგორში ვმუშაობდა, ანუ 9 საათი დამჭირდა და ანუ რო შემოვიდნენ, ნუ კერძო სახლში ცხოვრობთ, ნუ დაიწყეს მერე კაკუნი, ყივილი, წივილი, სანამ ირაკლი ისე ზინავს რომ ანუ ძლივს გააღვიძა ლიზამ, სანამ ჩაიცვეს, ანუ დრო წელავდნენ, რომ ადვოკატის მოსვლამდე რაღაცნაირად დრო რო გაეწევათ. ნუ ვერ მოასწრო ადვოკატი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შორიდან მოდიოდა. მერე დაიწყეს ანუ კარების დავამტვირთო კარებსო, მერე ფანჯარა ეხლა ხომ კერძო სახლია პირველ სართულზე ღია იყო ფანჯრები და ანუ ფარდების მოხსნა უნდოდა და ანუ ერთი ამბავი იყო და ხომ ეხლა გოგომ მომიყვა გავუღეს კარები შემოვარდნენ ეხლა ლიზას უნდოდა გადაღება ნუ ეგრევე ეტაკეს კედელთან ტელეფონები ყველაფერი დაადებინეს ეს მეზობელიც შემოვიდა მაგისიც ტელეფონი, ნუ ამ დროს მე ხო ურეკავდი ყველას მეზობელსაც იმას და ანუ სთხოვა რომ უპასუხონ დედა რეკავსო და არაო და ანუ ეს არ მისცეს ეს უფლება საშუალება და ანუ უკვე რომ ის ოქმები და ის ყველაფერი რომ შექმნეს მეზობელმა მიპასუხა რომ აქ არიანო უკვე დაამთავრესო მიყავთო და მეთქი 10 წუთში ვიქნები სახლში და ანუ დამელოდანო და არაო მიმზანდეს და იქ ნახავსო. ეხლა ყველა მიცოდა რომ ადვოკატები ვერ პოულობენ დაკავებულებს ეძებენ რომელ იზოლატორში და რომელ განყოფილებაში არიან. ხო და ნუ ამასობაში ანუ ადვოკატი მივიდა პირდაპირ იზოლატორში, იქაც ანუ კაი დრო დასჭირდა, იმიტომ რომ არ ეუბნებოდნენ რომ იქ არის ირაკლი და სისტემას და პოლიციელებს რომ ნაცემი თურმე არ არის ამისთვის, უნდა ვიყო ბედნიერი. სახში რომ მოვედი, ანუ დამხვდა მარტო ფურცელი და წერილი იმ ოქმისკენ განაჩენის და ნუ ადვოკატი არ ყვევდა, ნუ ძლივს რეკვებით იმითი ერთი მგონი 1-2 საათამდე დასჭირდა, მე თქვეს ჩვენს დაგვირეკა რომ ნაცემი არ არის, ანუ პირველი ის ვიცოდი და ვხედავდით რაც ხდებოდა რუსთაველზე და არა მარტო რუსთაველზე როგორ იტაცებდნენ და რას უშვებოდნენ. არაფერი დაუშავები. ამას სიმართლე უნდა, წყალი არ უნდა, სიმართლე. უსამართლობა მაგერა მოვიდა უკვე რა. ეყვა მართლამდე უსამართლო და აი რო აიღო აი თქვენ ხო მუშაობ აქ ხო ის ვინ არის ვინ მითხარი რომ ეს რო გვექცევა ყველას. ეგ არის ამათი უფროსი და ეგრე იქცევა იმით. მე მეტროში აი რა ვიცი ფანჯრებს ვუტყავდი თავს, ანუ ძლივს რა ვიცი როგორ სახლამდე როგორ მოვედი მივედი, ანუ აი ეხლა ცოტა მაინც რომ ვხედავ ირაკლის და თორე ანუ ის პირველი დღეები არ ვიცი, ანუ ორი კვირა არც მეძინა, არც მარტო არ წყალის რო წყალი ისეც არ დამილევია და ანუ შოქიც იყო, დეპრესიაც იყო, აი ისტერიკები ციბრაზე, ანუ გძნობ რომ გიждდები და ანუ ცოტა დარჩა რომ უკვე გადახვალ იქე და უკვე აი მართლა გამწარებული და გაგიჟებული და არ ვიცი რაზე ხარ წამსვლელი. რაც კარგი მოხდა ყველაფერში, რომ უამრავი კარგი ადამიანი გავიცანით, ვართ ერთად, ვიქნებით ერთად და ანუ იმხელა მხარდაჭერა და ანუ ზრუნავთ ერთმანეთზე, ნერვიულობთ ერთმანეთზე, სულ ერთმანეთს დრო მიდის და არაფერი არ იცვლება მაგის ხრიდან, ანუ პროკურატურა მეთქი გონზე მოვა, რომ ანუ არანაირი მტკიცებულება და იმიტომ ხო ყველა მიცის რომ ის იყო სამაგალითო დასჯა თუ არ ვიცი რაც თვითონ ფიქრობენ და როგორ ანუ აქციები რომ დაიშალოს და პირიქით აი გეუბნები მე მანამდე არ დავდიოდი აქციებზე, ეხლა იძულებული ვარო, იძულებული კი არა, ანუ უკვე
გამწარებული და ანუ უფრო და ჩემნაირი, ანუ ვინც არ დადიოდა ოჯახის წევრი, ისიც უკვე დადის და ანუ ადვოკატები აი რომ ხდებოდნენ თვითონ ირაკლი და სხვაებიც, ანუ იმდენად აი ამ გავყოლობაში რო იყვნენ, ანუ ხო იქნება სასამართლო, ანუ გაირკვევა და გაგვიშვებენ, ანუ მართლა დაუჯერებელია, რომ აი ამ აბსურდში რომ ვერაფერს ვერ უმტკიცებ, ვერაფერს ვერ ცვლი და ანუ თვითონ რომ შევდიოდით აი ადვოკატს მითხრა რომ ანუ იცინოდნენ რაღაც ისე იყვნენ რომ ანუ არ სჯეროდათ რომ აი არაფრის გამო და აი შეკერილ საქმით შეიძლება რომ 4-დან 9 და რა ვიცი ვის რამდენი აპირებენ გაშვებას ციხეში, მაგრამ ამოჩნდებიან თვითონ ციხეში. გონიათ რომ ისე შეგრჩება, არ შეგრჩებათ არაფერი არ არის. მადლობას ვუხდი ყველას და იმ უცხო ადამიანებს, რომ აი რუსთაველზე ტრანსპორტში გარეთ, ანუ ყველა ვისგან აი სითბოდა, მხარდაჭერას გრძნობდა და ჩვენთან ერთად არიან და იმედია ის მე ყველაფერი მალე დამთავრდება და მართლა იმედი მაქვს, რომ გონზე მოვლენ აი ეს მithom სასამართლო. ცდილობს რომ რაღაც ყველანაირად რომ ნერვიულობს რომ მაგ დღეში აღმოჩნდით და ანუ ჩვენზე უფრო ამ ეტაპზე ნერვიულობს თავის დაზე ჩემზე ხედავს რაც ხდება და მოსალოდნელია ყველაფერი ამ მთავრობისგან და ამ კრიმინალის ბანდიდან და ანუ არ ვიცი მე ტიტუშკებიდან დაწყებული თუ არავინ არ არის დასჯილი და სახელებით გვარებით კი ვიცნობთ ჩვენ და ვაგროვებთ და რაღაც გენები რომ ყველა აგებს პასუხს ყველაფერზე. ეხლა რო რეკავს ანუ ძალიან ცოტა აქვთ სალაპარაკო დრო და აი რაღაც 1-2 წუთი დრო ისმინება ყველაფერი და ანუ რო რეკავს იქაც დგანან არ 4 თუ 5 დგანან გვერდზე. გინდა ტელეფონით, გინდა პაიმანზე რომ მივდივართ. ეხლა გძელვადიანს ველოდები რომ უფრო ისე ჩავეხუტები და დაველაპარაკები უფრო რაც მინდა შევიკითხავ და თვითონაც მეტყვის ვიცი რომ რაღაცა ექნება. ეხლა ყველაფერი ისე ტელეფონით და წერილით ვერ ვეფერები მაგ შუშას და თითებს ხელებს დაებს იმ შუშაზე იქიდან მე კიდევ კოცნი და ან სკამზე ავდექი მაშინ მე ზაი ბოლო იმამდე სანამ ჩანს უკვე რომ გაყავთ იქით და სრთულია და წარმოუდგენელია. რამდენჯერ უნდა განმეორდეს ეს ყველაფერი ჩემი ახალგაზრდობა, მე ვიყავი სტუდენტი, ეხლა ჩემი შვილები რუსეთს ვეძახი ჩვენ თურმე არის უცხოური ძალა. წილოსანს კიდე აქედანაც ვეტყვი რომ პოსტი დადო 2 დღის მერე ტანკების ფოტო და ჩვენ მშობლების ფოტო. ანუ მართლა არ უნდათ გაგება რისთვის ჩვენ ვიდექით მანდ. ანუ ჩვენ მაშინაც და ეხლაც ვივძით იმ გინდა რუსეთს, გინდა უცხო ძალას. ანუ მიზეზი ეს იყო და მაგრამ მაშინ ვიცოდით, მაშინ რომ მაინც სხვა აკეთებდა ისე ეხლა როგორც არ მახსოვს კობახიძე თუ პაპუაშვილმა თქვა რომ რუსეთი არ იყო საბჭოთა კავშირის ჯარი იყო და ეხლა რომ ვისი ჯარი და რომელი ჯარი ანუ ისევ რომ ხარებას და სუსის და მართლა რომ ქართველი ქართველს იბრძვის და ვის გამო და ვის დავალების გამო და აქეთ რომ ჩვენზე ამბობენ რომ დაფინანსებულები ვარ და არ ვიცი თუ დარჩება ეს ყველაფერი არ ამგონია და იმედია რომ მალე დამთავრდება, მაგრამ ამისით საშუალება არ გვექნება უკვე არც პროტესტის გამოხატვის, არც რუსთაველზე დგომის და არ ვიცი ზოგჯერ ფიქრობ რომ ეზოდან ვერც გავალ ესეც მოაწერენ ხრო კანონებს აწერენ და აწერენ ხელს. ანუ აშერ დავრეკე ძლივს გავარკვიე ძლივს ჩამომიტანეს მზის გადაკვეთაზე 26 თებერვალს მე დავებიან ანუ რამდენიმე დღეში მოვალ და ავიღებ უკვე ვიდეო მასალას და ამას ახლა ადვოკატს ვაჩვენებ არ ვიცი აქ რა წერია რა მეცვა და სად ვიდექი ერთი ნახე ვაიმე ანუ ეს გზა გადავკეტე ანუ
სავარაუდოდ ამისი ვიდეოც მომცემენ. აჰა. თუ გახსოვთ, ადრე რო იყო თითო დღე, თითო პატიმრის ლაზერით რო იწერებოდა, ანუ 26 თებერვალი იყო ირაკლის დღე. ანუ ვიდექი ბოლომდე ტროტუარზე და ანუ ნამდვილად ეხლა ვიცი, ანუ ეს ერთი დღე. თან დამირეკეს 2 დღეში 28-ში. ანუ ეს გადავკეთე და ანუ ეხლა ვიდეოს მონტაჟს რაღაცას გააკეთებენ. ანუ პროცესი ნამდვილად ძალიან რთულია, მაგიტომ ანუ ოპოზიცია, მშობლები, საზოგადოება ყველა მაქსიმალურად უნდა გავერთიანდეთ, ვიყოთ ერთად, რომ ვაჩვენოთ ძალა და როგორც ცალ-ცალკე როგორც გამწარებული დედა, მე კი ვიქნები, დადგები და სულ ვიქნები, გინდა პარლამენტთან, გინდა სასამართლოსთან, მარტო მე ვერაფერს ვერ შევცლი და მაგიტომ არ ამგონო ყველა შეეხო, ანუ სახიობი იქნება, მასწავლებელი იქნება, ანუ მერია რომ მერია იქაც რომ შეეხო ბევრს და ჯარს გადაუარეს ჯარისკაცებს და სანამ შანსი გვაქვს, უნდა გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ერთად, რომ რაც შეიძლება მალე დავამთავროთ ეს რეჟიმი. ირაკლი გუშინ ვნახე და დღესაც ვნახავ, ანუ მიყვარს ძალიან მენატრება, ანუ არც მენატრება უკვე სიგიჟემდე მინდა ჩახუტება და ნახვა რომ გვერდზე რომ მყავდეს ეზოში დავდივარ ამ სახლში ველაპარაკები როგორც ჩემ გვერდზე არის და კი გძნობ ვიცი რომ ეგრე არის და სულ ეგრე იქნება მაწყნარებს რომ არაფერი არ შეიძლება და როგორიც შემოვედი ამ ციხეს კედლებში ანუ არაფერი არ გამონადგურებს და გამოვალ ისეთი და უფრო ძლიერი და ანუ ეს რეჟიმი ყველა გაგვაძლიერა ყველა სათითაოდ ამ ერთობით და ამ ძლიერით გამომარჯვებთ აუცილებლად. ადამიანი ცვლის. დროების ადამიანი. დროების ადამიანს წარმოგიდგენთ თეგეტა ჰოლდინგი.